სამებით ძვირფასო მაყურებლებო, Facebook, YouTube და TikTok მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ხალხის პირისპირ, პოდკასტი ხალხის პირისპირ. დღეს განსხვავებული ეთერი მექნება სამბლოდ სამ ნაწილად დაყოფილი, იმიტომ რომ ძალიან სამი სტუმარი მეყოლება ეთერში, ძალზედ საინტერესო. პირველ სტუმრად ბატონი გიორგი ლილუაშვილი, პარტია საქართველოს თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და პოლიტიკოსი და თბილისის მერობის კანდიდატი არის ჩვენთან სტუმრად ეთერში. მოგესალმებით, მადლობა. მოგესალმებით, მივესალმები დღეს მაყურებელს, დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ. ხედავ, წამოღებული გაქვთ დოკუმენტი. რო გითხრათ რა არის და რაზე ამ დოკუმენტში საუბარი და რო ცვლად ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით. მე ბევრი დოკუმენტი მაქვს წამოღებული, მათ შორის ჩვენი პროგრამაც, მაგრამ პირველ რიგში მინდა საზოგადოებას ვამცნო იმ ფაქტის შესახებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია მონაწილეობდა არჩევნებში, რა თქმა უნდა, წინა წლებში და ბოლო არჩევნებში, საპრეზიდენტო არჩევნებზე არის საუბარი. ჩვენ გვინდოდა არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა კანონმდებლობა შეცვალეს იმდაგვარად და ისეთი ფორმით, რომ მოხდა გარკვეული დარღვევები. შესაბამისად, ჩვენ ვიდავეთ სასამართლოში და როდესაც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფიცდებდა, იმ დღეს სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ჩვენი ქალაქის სასამართლოში. ეს გახლავთ ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წერილი, სადაც იუწყებიან, რომ ჩვენი საჩივარი ყაველაშვილის წინააღმდეგ წარმოებაშია მიღებული, შესაბამისად საქმის წარმოება მიმდინარეობს და თუ მოესწრო ამ არჩევნებს, ეს არჩევნები გაუქმდება თუ არა და შემდგომში არჩევნები რო ჩატარდება და ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ყაველაშვილი პრეზიდენტად არჩევის საკითხი გაუქმდება, რასაც ჩვენ ვითხოვთ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე მოხდება, ეს არჩევნები ბაქრად იქნება ცნობილი და შესაბამისად არჩევნები არარად იქნება გამოცხადებული და არჩევნები არ იქნება. ეს გახლავთ ეს დოკუმენტი და მე მინდა იმ სტუდენტობას, რომელიც დღეს აპროტესტებს და საქართველოში დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვს, მათთვის სასიხარულო ამბავი არის, ასე რომ ვთქვათ და იმიტომ დავიწყეთ ეს საკითხი ზუსტად აი ამ თემით. მე მივესალმები ყველა ახალგაზრდას, რომელიც შეყარებულია სამშობლოზე, უყვარს საქართველო და შესაბამისად იბრძვის, რა თქმა უნდა, თავისი მომავლისთვის და ასეც უნდა იყოს. ჩვენ ძველგაზრდებს სხვა რა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მათ გვერდში დაუდგეთ და დავეხმაროთ იმისათვის, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ და ნათელ საქართველოში იცხოვრონ და განვითარდნენ. ჩვენი ცოდნა მათ ეკუთვნით და შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალი თაობა უფრო ლაღი და თამამი იყოს და ის დემოკრატიის, ასე რომ ვთქვათ, საკითხები, რომელიც მათ აინტერესებთ და სხვათა შორის ჩვენთან რატომღაც გაუგუმართებულად არის შემოსული ევროპასთან დაკავშირებული და ამერიკასთან დაკავშირებული საკითხები, ამასთან მიმართებაში მე ვიტყოდი, რომ ჩვენ როდესაც საუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, ევროპული ღირებულება არის ის, რომ ადამიანად ვიგრძნოთ თავი. ეს არის მთავარი ევროპული ღირებულება და არა ის მამაძაღლობები, რასაც ჩვენ ტელევიზიები გვაჩვენებენ და მოსახლეობას ცდილობენ, რომ თავზე აუგნიონ და შესაბამისად სხვა რაკურსით წარმოაჩინონ ეს საკითხები. ხაზს გავუსვამ, მე ქართველი უნდა ვცხოვრობდე ჩემს სამშობლოში, ვცნობდე თავს ამ ქვეყნის ბატონ-პატრონად და შესაბამისად ღირსეულ ადამიანად. თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით და ვერ გავაკეთეთ, მაშინ არ ყოფილვართ ის ქართველები და ჩვენი წინაპრები, რასაც აკეთებდნენ და მოგვიტანეს ეს ქვეყანა ამ დონემდე, ჩვენ მაშინ ჩვენი წინაპრების
სახელს ვერ გავამართლებთ და აღარ ვიქნებით ის ქართველები, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ჩვენ ვიბრძვით, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, მშვიდობიანი გზა არის ის, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში მოვაქციოთ, იმიტომ რომ ომი და უბედურება ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ დატრიალებულა და დადებითი შედეგი არასდროს არ მოუტანია, პირიქით ქვეყანა უფრო დანგრეულა და უკან წავსულ ვართ ჩვენი განვითარებით. ამიტომ აი ეს გზა მოვძებნეთ და ევროპის სასამართლოში ვიჩივლეთ. დაველოდებით ახლა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მაგრამ სანამ იქ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ჩართულები ვართ არჩევნებში და შესაბამისად ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგები დავდოთ და გავიმარჯვოთ კიდეც. აი ეს არის ასე რომ ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაინტერესებთ პროგრამასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ თუ თქვენი მე ჩვენს მოსახლეობას წარუდგენ ჩვენი პარტიის პროგრამას, შესაბამისად პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის რა თქმა უნდა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. თუ ჩვენ სამართლებრივ ჩარჩოებში არ დავბრუნდებით, რაც 90-იან წლებში პუჩის შედეგად მოხდა და ამოვარდით სამართლებრივი ჩარჩოებიდან, ჩვენი ქვეყანა განვითარებას ვერ პოვებს და შესაბამისად გაუჭირდება მომავალში არსებობა. ამიტომ ეს არის უმთავრესი გასაკეთებელი და შემდგომ უკვე ის საკითხები, რასაც მე ახლა გაგაცნობთ. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს ქვეყანაში უნდა არსებობდეს სახელმწიფო ბანკი. თუ სახელმწიფო ბანკი არ იარსებებს, მაშინ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე საუბარი ზედმეტი არის, იმიტომ რომ დღესდღეობით ჩვენმა მოსახლეობამ თავის თავზე იწვნია თითქმის ყველა პროცენტულად, რო ვთქვათ 100%-ით ბანკების ხელში ვართ აღმოჩენილი და შესაბამისად მთელ ქვეყანას საბანკო სისტემები აკონტროლებენ. ეს საბანკო სისტემები არის კერძო საკუთრება, კერძო კომპანიები და შესაბამისად სახელმწიფოსაც კი არა გავლენა ამასთან მიმართებაში და სახელმწიფო ბანკის შექმნა განაპირობებს ზუსტად მათ კონტროლს. ასეთ სახელმწიფო ბანკები ეს არ არის მარტო ჩვენი მოფიქრებული, ასე რომ ვთქვათ. ეს არის გერმანიის სახელმწიფო ბანკი, არის საფრანგეთის სახელმწიფო ბანკი, არის ჩინეთზე რო საუბრობთ, როგორ განვითარდა ზუსტად ჩინეთში არის სახელმწიფო ბანკი და ასე შემდეგ. ანუ სახელმწიფო თუ გვინდა რომ გქონდეს, სახელმწიფო ბანკი უნდა არსებობდეს. მე არ ვსაუბრობ ეროვნულ ბანკზე, რომელიც დღეს ბანკი არ არის და მოსახლეობა შეცდომაში შეყავთ. აუცილებელი არის სახელმწიფო ბანკის ჩამოყალიბება, რომელიც განაპირობებს თუნდაც დაბალპროცენტიანი ცესხების გაცემას. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კერძო ბანკის ინტერესში ნამდვილად არ შედის დაბალპროცენტიანი ცესხის გაცემა. ეს როდესაც კონკურენცია იქნება და შესაბამისად სახელმწიფო ბანკი გააკონტროლებს ამ მიმართულებას, იძულებული გახდებიან ის დანარჩენი ბანკები, რომ ან შეცვალონ პოლიტიკა, ან საერთოდ დაიხურებიან და კარგად მეყოლონ შემდგომში. რაც შეეხება მეორე საკითხი, ეს არის სახელმწიფო დივიდენდების ფონდი. სახელმწიფო დივიდენდების ფონდი ბევრ სახელმწიფოში არსებობს, მათ შორის ალიასკის დივიდენდების ფონდი ცნობილი არის, როდესაც იქ მოპოვებული ნავთობის 100% ნაწილდება მოსახლეობაზე, ანუ რა მოგებასაც ნახულობენ, პირდაპირ გადანაწილება ხდება. არის კუვეიტის დივიდენდების ფონდი, არის უამრავი სახელმწიფოს, მათ შორის აზერბაიჯანის მინდა ვახსენო, იქაც არსებობს ასეთი ფონდი, უბრალოდ აქ არის განსხვავება სხვადასხვა ქვეყანაში არის იმის და მიხედვით რა პრივილეგიებს ანიჭებენ ეს სახელმწიფოები და არის შერჩეული იმ სახელმწიფოსთვის მორგებული ფონდები. ჩვენ ვიმუშავებთ ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა საქართველოს ჭირდება ისეთი ფონდი, რომელიც საქართველოსთვის იქნება მორგებული და დავამუშავეთ ეს პროგრამაც. ეს მნიშვნელოვანი არის და მე მოკლედ გეტყვით, რას ნიშნავს ეს დივიდენდების ფონდი. თითოეული ჩვენი მოქალაქე, თითოეული ქართველი არის ამ ფონდის მეწილი. ანუ თუ რამე ამ ქვეყანაში არსებობს და მოგება მოაქვს, იმის მეწილე უნდა იყოს ქართველი
ადამიანი და დღესდღეობით, როდესაც ჩვენი წიაღისეული გადის, იკარგება, სახელმწიფო საწარმოები თავის მოგებას ვიღაცის ჯიბეში ატარებენ, ეს უნდა შეწყდეს ბოლოს და უნდა მოხმარდეს ქართულ ხალხს. არის ჩვენ დაანგარიშებული გვაქვს ამასთან მიმართებაში ბევრი საკითხი და მივაჩნია, რომ ამ ფონდიდან გარკვეული ნაწილი, მაგალითად 50% სოციალურ საკითხებს უნდა მოხმარდეს, 20% ჯანდაცვის საკითხებს და 30% პირდაპირ უნდა გაიცეს მოქალაქეებზე. მაგალითად, მე თუ მივიღებ ერთ თეთრს, მე უკვე ჩემ თავს ვიგრძნობ ამ ქვეყნის მეპატრონეთ და შესაბამისად ის ერთი თეთრი მაგზნობიებს მე, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, მე ვარ მესაკუთრე ამ ქვეყნის და ამ სახელმწიფოსი. და რაც შეეხება მმართველობას, თუ მმართველობა არ ივარგებს ამ ფონდის, შესაბამისად ის ერთი თეთრი არ მომეცემა და დავწავ შეკითხვას, რატო არ მომეცა ის ერთი თეთრი, ამ განაპირობად და ვიზრუნებ იმაზე, რომ ის მმართველობა შეიცვალოს. იმიტომ რომ თითოეული ქართველის ინტერესში იქნება და თითოეული ქართველის ჯიბეზე აისახება ეს საკითხი. მე ახლა ეს ერთი თეთრი ზოგადად ვთქვი, თუმცა ეს გარკვეულ საკმაოდ სერიოზული თანხები არის და იმის მიხედვით გამოიყენებ თუ რა საჭიროებასაც განაპირობებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ასევე გამოპროექტი გამოაქვეყნეთ პენსიებთან დაკავშირებით. ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი თავს 800,000-მდე პენსიონერი ყავს საქართველოში. 800,000 პენსიონერი ჩვენთან ერისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობა არის და როდესაც ჩვენი მშობლები, ჩვენი ბაბუები, ბებიები ღებულობენ 300 ლარიდან 400 ლარამდე, ან თუნდაც 500 ლარს ღებულობდნენ და საარსებო რეალური საარსებო მინიმუმი ერთ ადამიანზე არის 1600 ლარი, ისინი შიმშილობენ და ფაქტიურად ჩვენ მშობლებს შიმშილში ძვრება სული. აი ეს არის რეალობა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვიფიქრეთ, რა შეიძლება გაკეთებულიყო იმისათვის, რომ მყისიერად მომხდარ იყო რეალური საარსებო მინიმუმის გაცემა ჩვენს მოქალაქეებზე და არ მომხდარ იყო მათი შიმშილით სიკვდილით და არ დაგვეხოცა ეს ხალხი. ჩვენ ქვეყანაში როგორც მოგეხსენებათ, არის დაგროვებითი პენსია, სადაც 6 მილიარდს გადაცილდა ეს დაგროვებითი პენსია და სახელმწიფომ დაიწყო, რომ ჩვენ მოდი ეს აქციები ვიყიდოთ სხვადასხვა კომპანიების და მის ამაზე რეკლამირება და მთელი პროპაგანდისტული მანქანა არის ჩართული. და ამ დროს ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვა ქვეყნებიდან ინვესტიციები შემოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში და რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ვიღაცას ვეხვეწოთ, აგერ არაბები შემოვიდნენ და 6 მილიარდს დახარჯავენო და არიან მთელი ზარზე იმით მიიღეს. ამ დროს ეს ჩვენი დაგროვებული პენსია ადმენ და სხვა ქვეყნის ბიუჯეტში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გააქანეს და ჩაყარეს. მაგალითად, Apple-ის და სხვადასხვა კომპანიების აქციები აღიდეს ამ ჩვენს მოქალაქეებს. გაიგეთ მომიშვილებო, ეს 6 მილიარდი დამოსულიყო და საქართველოს ბიუჯეტში მომხდარიყო მისი აკუმულირება და საქართველოს ბიუჯეტის და ქვეყნის განვითარებას მოხმარებოდა, უკეთესი იქნებოდა და უპრიანიც იქნებოდა. შესაბამისად, ეს დაგროვებითი პენსიის ფონდი უნდა გავუქმდეს, არ შეიძლება მსგავსი, ასე რომ ვთქვათ, თაღლითურ მექანიზმში ჩართო მთელი ქვეყანა და გაძარცვა მთელი ჩვენი მოქალაქეები. მე პირდაპირ და ჩვენმა გუნდმა იმუშავა ამასთან დაკავშირებით და პირდაპირ უნდა მოხდეს ამ პენსიის ფონდის გადანაწილება პენსიონერებზე. სადაც მინიმალური აუცილებლად უნდა იყოს საარსებო მინიმუმი, ეხავს უცვლავ, დღეს არის 1600 ლარი, მაგრამ ყოველ წელიწადს უნდა დაანგარიშდეს შესაბამისად თუ მოხდება რომ საარსებო მინიმუმი გახდა 1700 ლარი, უნდა გახდეს საარსებო მინიმუმი 1700 ლარი. აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს დაანგარიშება უნდა მოხდეს და პირდაპირ უნდა გაიცეს პენსიონერებზე და ამ გამოპროექტით ჩვენ უკვე 1 იანვრიდან შეიძლება ამ ყველაფრის განხორციელება ბიუჯეტის მეშვეობით. ეს რაც შეეხება
საპენსიო ფონდს და პენსიებს. რა თქმა უნდა, პენსიონერების უმეტესობა უკმაყოფილებას გამოხატავს იმას, რომ ყველას ერთნაირი საპენსიო თანხა მიეცემა, მაგრამ ჩვენ ამასთან დაკავშირებით დაანგარიშებას გვაქვს, აუცილებლად უნდა მოხდეს დამსახურების და დამსახურების მიხედვით გრადაცია და შესაბამისად ერთი და იგივე პენსია არ უნდა გაიცემოდეს იმ ადამიანს, რომელსაც არაფერი არ უკეთებია ცხოვრებაში, უბრალოდ მას უნდა მიეცეს საარსებო მინიმუმი იმისათვის, რომ იარსებოს და დანარჩენი უკვე უნდა მოხდეს გადანაწილება წლების და დამსახურების და დამსახურების მიხედვით და სადღაც 2000 ლარამდე იქნება ზღვარი დაახლოებით აი ამ პენსიის გრადაციის შედეგად. მე რადგანაც ასევე მოსახლეობას ვეთქვი, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ვარ, რა თქმა უნდა, თბილისის მოსახლეობაზე უნდა ვიზრუნო. ეს პროექტები, რა თქმა უნდა, შეკითხვა გაჩნდება, რომ ამას როგორ განვახორციელებთ ჩვენ თბილისის შემთხვევაში, ეს ხო სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები არის. აქ თავარი არის, რომ ჩვენ დავიწყოთ და დავიწყებთ თბილისის მასშტაბით. თბილისის მასშტაბით დაიწყება და შესაბამისად შემდგომ გადავა მთელს ქვეყანაში იმის და მიხედვით თუ ჩვენი მოსახლეობა რამდენად გამოხატავს ჩვენ დაბდობას და მოგვანიჭებს შესაბამის მანდატს იმისათვის, რომ ჩვენ ეს ყველაფერი განვახორციელოთ. ასევე თავად დედაქალაქისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, სასურსათო საკითხებით მომარაგების საკითხი არის დღის წესრიგში და ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის პენსიონერებს ემახსოვრება ცეკავშირის სისტემად, ცენტრალური კოოპერატიული მაღაზიები, რომლებიც დედაქალაქს ამარაგებდნენ და შესაბამისად უფრო იაფად შემოქონდათ პროდუქცია. მსგავსი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, ანუ მერია განახორციელებს, ხელშეკრულებებს გააფორმებს რაიონებში ფერმერებთან, ქართულ წარმოებას თან შეუწყობს ხელს, შემოვიტანთ პროდუქციას ქალაქში, იქნება შესაბამისი მაღაზიები გახსნილი, ან კონკრეტულ მაღაზიებთან იქნება გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც გაიყიდება ეს პროდუქცია და ეს პროდუქცია აუცილებლად გაიყიდება გაცილებით გამორ ფასებში, ვინმე იმ კომერციულ მაღაზიებში იყიდება, ქსელურ მაღაზიებში, რომლებიც ფაქტურად ჩვენს მოსახლეობას გაბალულ მდგომარეობაში აგდებს. როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში გახელგლებს უწებოდეს თავისი მოყვანილი პროდუქცია, საზამთრო, ნესვი, ატამი და დედაქალაქში ყიდდეს 5-6 ლარი და არ აძლევდნენ საშუალებას, რომ ბაზარზე შემოიტანოს და ასტრონომიული ფასებია. კი, ან და კარტოფილი რატო უნდა ყიდდეს ამხელა ფასი, როდესაც იქ გლეხს მოყავს და ულპობენ და თურქეთიდან შემოაქვს კედრი, პამიდორი და ასე შემდეგ. ჩვენი გლეხი ვერ აწარმოებს. პრობლემა ის არის, რომ შიდა ბაზარი ფაქტურად აათვისებიეს სხვა ქვეყნის მეწარმეებს და ჩვენი მეწარმეობა ფაქტურად განადგურებულია. თუნდაც ის რა თქოს, რომ ხორბლის ქვეყანაში ხორბალი არ იწესება და ხორბლის შემოტანა ფაქტურად სულთლიანად 100%-ით ხდება სხვა ქვეყნებიდან. ამიტომ ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს, ასევე დედაქალაქს აქვს უამრავი პრობლემა, მათ შორის არის урბანული განვითარების, ასევე საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემები, როდესაც თავის დროზე შენდებოდა დედაქალაქი, გაფრთხილებული იყო იმაზე, რომ მაგალითად 10 კორპუსი რო აშენდა, იმისთვის იყო გაფრთხილებული წყალმომარაგებაც, საკანალიზაციო სისტემებიც. დღეს ამ 10 კორპუსის გარდა აშენდა 100 კორპუსი, გაცილებით მაღალი და უფრო ასე რომ ვთქვათ დიდი ფართობის, შესაბამისად იმას ესაჭიროება საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემების განვითარება, რაც არ ხდება და ფაქტურად ძველი რაც იყო ისიც მოძველებული არის და შესაბამისად ეს სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენს დედაქალაქში. არის რაიონები, სადაც საკანალიზაციო სისტემა საერთოდ არ არსებობს და სოფლის
საპირფარეშოები უდგათ, ანუ ორმოები ამოჭრილი და იმაზე ზევიდან საპირფარეშო და მშობელს შიში აქვს იმის, რომ ბავშვს სკოლაში გაუშვებს, არ ჩავარდეს იმ ორმოში და რამე არ მოუვიდეს. ასევე არის რაიონები ამ სამხურს მაგალითად წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა გარკვეულ რაიონებს თბილისში, ან თუ მიეწოდებოდა, განრიგით მიეწოდებოდა და საშინელ მდგომარეობაში იყვნენ მით უმეტეს იმ რაიონში არაერთი ბავშვი არის და შესაბამისად ოჯახებს და კისერზე დააწვა ზუსტად ეს უწყლობა და სერიოზული პრობლემები შეიქმნა. ჩვენ რა თქმა უნდა ვიზრუნოთ იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქში არის უსახლკაროების დიდი არმია და რა თქმა უნდა დედაქალაქი უნდა იყოს მომარჯვებული იმისათვის, რომ დედაქალაქში არ იყოს ასეთი მაცხოვრებლები და თბილისელებს უზრუნველყოფილები იყვნენ საცხოვრისით. ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ვიფიქრეთ და ვიმუშავეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს მოსახლეობისთვის, უსახლკაროებისთვის სახლების მშენებლობა. ჩვენ ესეც დავიანგარიშეთ. დღეს თბილისში საშინელი ფასები არის, კარგად მოიხსენებათ რა ფასებში იყიდება უძრავი ქონება, თუმცა რეალურად ასაშენებლად ეს თანხები არ ჯდება. არის მინიმალური თანხები და თბილისის მერია შესწევს ძალა, რომ 5000 უსახლკარო ყავს ოფიციალურად თბილისში ასე არის დაახლოებით 5000 მოსახლემდე, თავისუფლად შეიძლება მათთვის საცხოვრებლის აშენება და მათი დაბინავება. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის კარგად მოგეხსენებათ ჩვენი მოსახლეობის სერიოზული კლება არის შობადობასთან დაკავშირებით და ოჯახების შექმნასთან დაკავშირებით და ამის ძირითადი პრობლემა სოციალური საკითხები არის დასაქმების და საცხოვრებელი ადგილების გამო. ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება ახლა დაქორწინებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემა და ეს პროგრამა უნდა ამუშავდეს. ბევრი იტყვის, რომ ამდენი თანხები საიდან იქნება? აი ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფო ბანკთან დაკავშირებით და ვსაუბრობთ დივიდენდების ფონდთან მიმართებაში, ზუსტად აქედან იქნება ეს თანხები და არაერთი შემთხვევა იყო აგერ მაგალითად ერთმა სავალუტო ჯიხურმა 2 მილიარდი გადაახურდავა და მთელი ეს იყო აგიტაცია ჩატარებული, რომ აი ნახეთ დანაშაული ჩაიდინა. დანაშაული კი არ ჩაიდინა, იმათო სხვა ქვეყნიდან აქ შემოიტანა 2 მილიარდი და დააცოცხლა ეს პული და საქართველოს ეკონომიკას პირიქით წინსვლაში დაეხმარა, მადლობა უნდა გადაუხადო იმ ადამიანს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გზას ვსვავდეთ ახლა სხვა ქვეყანას თუ გაძარცვავს ის ნამდვილად არ ვთქვი ამას დანაშაულში, მაგრამ საქმე ეს ხუმრობით თქვი, რა თქმა უნდა ყველა კანონის ფარგლებში უნდა მოქმედებდეთ და ამიტომ ეს სახელმწიფო ბანკი გასცემს უპროცენტო და დაბალპროცენტიან სესხებს თუნდაც ბინების მშენებლობასთან დაკავშირებით და ხელი შეეწყობა ჩვენ დედაქალაქის მაცხოვრებლებს იმისათვის, რომ ეს უბინაოთა საკითხი მოგვარდეს. რაც შეეხება წარმოებების განვითარებას დედაქალაქში, ჩვენ დედაქალაქში ყველას მოეხსენება, რომ არაერთი საწარმო იყო, მათ შორის ემავნმშენებელი იყო, ვაგონმშენებელი იყო, ვაგონშემკეთებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ მუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოები უნდა განვითარდეს, ხელი შეეწყოს და სახელმწიფო საწარმოების სახით შეიქმნება მსგავსი საწარმოები. ეს საწარმოები თავის მოგებას, რასაც მოიტანს თავისთავად დივიდენდების ფონდში აისახება, ეს მოგება ისევ შემოტრიალდება და ახალი საწარმოებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში მოგვეხმარება და მე ხაზს გაუსვავ იმას, რომ პენსიონერებისთვის ინტერესი იქნება არა პენსიის გაზრდა, არამედ ახალგაზრდობის დასაქმება იმისათვის, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იმისათვის, რომ
ის პენსია გაიზრდება, რაც მეტი დასაქმებული იქნება და მეტი ხელფასი იქნება, მით უფრო მეტი იქნება თმათაც პენსია, იმიტომ რომ ეს ბრმა იქნება ერთი მეორეზე მიბმული და ეხაც გაუსვავ რომ პენსიონერები თანხებს დახარჯავენ ქვეყანაში, ის არ წავა ამერიკაში პურის აყიდლად და საჭმლის აყიდლად. ხელი შეეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც წარმოშობს უკვე ქვეყანაში საშუალო ფენის ძლიერ ფენას წარმოშობს და ეს არის სახელმწიფო სიძლიერის საგდენი, რაც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას. ამ მიმართულებით ჩვენ განვავითარებთ გარკვეულ საგრანტო პროექტებს და ხელშეუწყობთ მათ განვითარებას. ასევე დედაქალაქში ყველას კარგად მოგეხსენებათ საცობების საკითხი პრობლემა არის სერიოზული და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. უდიში ბატონო გიორგი, ზოგი იმასაც ამბობს, ზოგი მძღოლი რომ ანუ ქუჩები არის ვიწრო და ამის გამო დედაქალაქის ქუჩები ყოველთვის იყო ვიწრო იყო და ამის გამო ხდება ესაცობები. არა ქუჩების სივიწროვე არ განაპირობებს ეს ქალაქი, როდესაც აშენდა რა ქუჩებიც იყო, ის ქუჩები არის დღესაც. აქ არის სხვა პრობლემა, ჯერ დაუგეგმავი შუქნის შენების განთავსება და ასევე არასათანადო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე ჩვენ განვავითარებთ იმ პროცესს, რომ პირველი რაც იქნება და პირველი გადაწყვეტილება ჩვენ თბილისელებს ვპირდებით, რომ აუცილებლად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება უფასო. ახლა კვლავ იგივე შეკითხვა დაისმევა, ეს ფული საიდან ამდენი. მე გეტყვით თანხებს საბოლოო 240 მილიონამდე ჩნდება წელიწადში ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შენახვა. საზოგადოებრივი ტრანსპორტში ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ თანხას როგორ ვიხდით? აი კითხვა მინდოდა და მე სხვა ელექტრონული ყველას გონია რომ აი ეს აპარატები არის სატრანსპორტო კომპანიის და სინამდვილეში ეს არის საქართველოს ბანკის აპარატები, შესაბამისად ბანკი თავის პროცენტს იღებს და მინდა გითხრათ, რომ არც ისე მცირე პროცენტს. დაახლოებით 9 ლარიდან 50 მეტი თუ არა მიდის საბანკო მომსახურებაში იმისათვის, რომ ჩვენ გადავიხადოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და კიდე ამას დამატებული ის უხერხული შემთხვევები, რაც ხდება იმ კონდუქტორებს დავარქვი, ვიხმარ ამ რუსულ სიტყვას, იმიტომ რომ ისინი კონდუქტორები არიან, რომლებიც დადიან და მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებენ. მე მქონია შემთხვევა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის პირი ჩამოაგდეს მარშრუტიდან, როდესაც იმას დარჩა ბარათი, გადასახდელი ბარათი და ამის გულში ჩამოაგდეს. სხვასაც არ გადაახტევინეს. ესა სასწაული და კიდევაც რო გინდოდეთ რომ მაგალითად ვინმე დაპატიჟო, იქ ბილეთსაც არ გაძლევს შესაბამისად რომ გადაიხადე მგზავრობის ფასი და აქ არის კორუფციის ასე რომ ვთქვათ დიდი ალბათობა იმისათვის რომ ეს თანხები არ ხმარდება რეალურად ამ ტრანსპორტის განვითარებას. ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უფასო და შესაბამისად მოსახლეობამ თავი იცნოს ამ დედაქალაქის მაცხოვრებლად და არ უნდა იყოს შეშინებული, რომ აითა ბარათი დამჭა და ვიღაცა მოვა და შეურაცხყოფას მომაკენებს, გამლაცხავს, გამთათხავს, დამაჯარიმებს და ამიტომ ეს არის ჩვენი პრიორიტეტი დედაქალაქის მოსახლეობამ და საერთოდ საქართველოს მოსახლეობამ ადამიანებად იგრძნონ თავი. აი ამაზე არის ჩვენი პროგრამა თავიდან ბოლომდე აგებული. მე მოსახლეობას ვეთქვი, რომ ჩვენი პროგრამა შექმნილი არის საქართველოს ეროვნული აკადემიის მეცნიერების მიერ წლების მანძილზე მუშავდებოდა აღნიშნული პროექტები, თუმცა ჩვენ არ გვაძლევდნენ იმის საშუალებას, რომ ჩვენ საზოგადოებისთვის გაგვეცნო. არის არაერთი პროექტი გაკეთებული, მათ შორის სხვათა შორის მტკვრის როგორც სატრანსპორტო თვისებების დაბრუნების პროექტი. ეს პროექტი ჯერ კიდევ 2013 წელს დავაყენეთ დღის წესრიგში.
დღეს ახლა გარკვეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა აიტაცეს, რომ არ იქა ჩვენ მოვიგონეთ და ეს არ არის მათი მოგონილი, მათ თუ უნდათ ამის გაკეთება, მაგალითად TBC ბანკის წარმომადგენლები არიან გარკვეულ პოლიტიკურ ორგანიზაციებში, მათ შეეძლოთ ეყიდათ სულ რამოდენიმე 10-15 ავტობუსი, რომელიც შეძლებდა მთვარზე გადაადგილებას. ავტობუსები არის ასეთი, რომელიც წყალშიც ამფიბია ავტობუსები, წყალშიც მოძრაობს და ხმელეთზეც და თავისი კომპანია დაეფუძნებიათ და გაეკეთებიათ ამას. წინ არაფერი არ ედგა. მაგრამ ეს არის მათთვის პიარი და შესაბამისად მაიმუნობა, იმიტომ რომ არაფრის გამკეთებლები არ არიან და ეს ქვეყანა თუ ვინმე დააქციეს, ზუსტად იმ ბანკებმა დააქციეს და მთელი ქვეყანა ჯიბეში ჩაიდეს, რომლებიც დღეს ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას. და ვინც არიან ხელისუფლებაში კიდე ისინი რაც არიან ყველამ კარგად იცის ახლა იმაზე ვისაუბრო ცოტა არც სურვილი მაქვს და არც 4 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრისთვის რა საერთოდ თქვენი აზრით რა იქნება? მე ველი რა სცენარი დაიწერა? 4 ოქტომბერს ველი რომ გავიმარჯვებ და აი მე რა იქნება ესენი რას გააკეთებენ? რას გააკეთებენ? რაც 2024-ში გააკეთეს, რაც 2018-ში გააკეთეს, 20-ში გააკეთეს, 21-ში. თუ ისე გააკეთებენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის უკმაყოფილება იქნება და გამოვა მოსახლეობა გარეთ. მაგრამ მე კიდევ ვიმედოვნებ. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს აქ წარმოადგინე აგერ საჩივრები ვარ, არაერთი დაწერილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, უწყებათა შორის კომისიაში, სასამართლოში, დღესაც საჩივარი შევიტანეთ, მაგრამ სასამართლომ არ მიიღო ორშაბათს მოდიოდა. ცოტა ხელი შეშლა არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ მე აღვნიშნავ ერთ რამეს. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც წყალებში ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს არჩევნებში მონაწილეობენ, საჩივრებს არ წერენ, ანუ არ აფიქსირებენ დარღვევებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში გამოვა ცენტრალური საარჩევნო კომისია და ითქვის, რომ ყველაფერი ნორმაში არის, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და არავის საჩივარი არ დაუწერია. მე აქვე ხაზს გაუსვავ. რამოდენიმე ათეული ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული დამკვირვებლებად. არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. ბოდიშით. არის რამოდენიმე ათეული ორგანიზაცია, რომელიც არის დარეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომ ისინი დააკვირდებიან არჩევნებს. ამ ხნის განმავლობაში არც ამ ორგანიზაციებს არც მოუმართავ ჩვენთვის რამე ხო არ არის დარღვევა მოეკითხათ. შესაბამისად ეს ორგანიზაციები წარმოადგენენ მხარეებს. ანუ თუ ისინი არ ინტერესდებიან წინა საარჩევნო პერიოდში რა დარღვევები ხდება ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით. არ ინტერესდებიან რომელი პარტიები მონაწილეობენ არჩევნებში. არ ინტერესდებიან კანდიდატებით. მაშინ რასაკვირდებიან? რასაკვირდებიან ისინი? მაგალითად იუსტიციის სამინისტროში არის უწყებათა შორის კომისია შემდგარი. ამ კომისიაზე ესწრებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ქართული ოცნების ქებადიდებისა და მინისტრების და მოადგილეების ქებადიდების გარდა არაფერს არ აკეთებენ. და მაშინ რას ემსახურება მათი ეს მისიები და ეს დაკვირვება საზოგადოებას უსვავს შეკითხვას. ისინი გარკვეული ნაწილი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ანუ ჩემი ფულიდან ფინანსდება ადამიანების ჯგუფი, რომელმაც უნდა გააყალბოს არჩევნები. და ტაში დაუკრას ამას. და ამიტომ 4-ის შემდეგ რა მოხდება? ამას დავინახავთ 4-ის მერე ახლა. წინასწარ ამასთან დაკავშირებით საუბარი ნამდვილად არ მინდა. მე ასევე მოსახლეობას ვეტყვი. როდესაც თბილისობა გადმოიტანეს სექტემბერში. ოქტომბრის დღესასწაული არის, ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას იმართებოდა, იყო
შემთხვევა, როდესაც ემთხვეოდა არჩევნები ბოლო შაბათ-კვირას, ამიტომ ერთი კვირით ადრე ყოფილა ხოლმე რომ გადმოეტანათ ოღონდ ოქტომბერში. ოქტომბრის დასაწყისშიც იყო თბილისობა, მაგრამ სექტემბრის შუა რიცხვებში არასდროს არ ყოფილა და ამ თბილისობის გადმოტანა ემსახურებოდა მხოლოდ ერთ რამეს. სახელმწიფო რესურსის გამოყენებას პირადი საარჩევნო აგიტაციისთვის. ყველას მოგეხსენებათ, რომ დღეს ხელისუფლების წარმომადგენელი თბილისის მერობის კანდიდატი, ასევე თბილისის მერი, ან მოქმედი მერი არის. მისი მერობა თუ კანონით არის დაშვებული არ არის სახელმწიფო რესურსის გამოყენება. გამოიყენოს სახელმწიფო რესურსი საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პასუხი ცოტა გასაოცარიც იყო, ჩვენთანაც არ განვიხილავთ. მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სამსახურს, უწყებათა შორის კომისიას, თუმცა ყოველგვარი პასუხის გარეშე. ანუ საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში დარღვევები არ ხდება. ახლა ზოგიერთმა ისიც კითხვა, რომ არც ერთ ქვეყანაში არჩევნები არ არის, არ ტარდება ისე, რომ დარღვევები არ იყოს. დარღვევებსაც გააჩნია. აგერ ამერიკაშიც გააყალბეს და რამს გაუყალბეს ის არჩევნები, მაგრამ ხალხი რო გამოვიდა და არ ვიცი, 1 საათში შეიჭრენ და ფაქტიურად დალეწეს ყველაფერი და თუ ეს გვინდა რომ გამოვიდეთ დავამტვრევთ ყველაფერი და დედაუთიროთ ამ ქვეყანას, იზრდაქცეულ ქვეყანას. მაშინ კი ბატონო, მივიღოთ ეს რომ წესად რომ აუცილებლად არჩევნები უნდა გაყალბდეს. მაშინ არჩევნებს რატო ვატარებთ ხალხო? თუ არჩევნები უნდა გაყალბდეს, არჩევნებს რატო არ? პირდაპირ კომუნისტების დროს რო იყო დანიშნავდნენ და დასვავდნენ, დავსვათ ისე და ჩვენს დასვენებული ვიქნებით და აღარ მექნება მე უკვე პრეტენზია იმაზე რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენი პარტიაც გვერდზე გადგება და იყავით თქვენ და აზგინათ ისაკეთეთ. კი მოგვიწოდეს აგერ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვისაც არ მოგწონთ დატოვეთ ქვეყანა და წადით ქვეყნიდან და დავტოვოთ ქვეყანა და წავიდეთ. და ვის უდავთ მარიამ? აგერ თვითონ ჩემპიონა და ჩვენ ვიქნებითო და ჩინელებს ჩამოვიყვანთ, ინდუსებს ჩამოვიყვანთ, არაბებს ჩამოვიყვანთ. აგერ 6 მილიარდი უნდა ჩადოს არაბებმა, ესენი რას ააშენებენ? რა თქმა უნდა, თავისთვის ააშენებენ, შეიქნებენ მუშა და არაფრის გამკეთებელი. აი მაგ კითხვაზე, მაგ თემაზე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ ბატონო გიორგი. როგორც ხედავთ, მთელ თბილისში თუ არა ნახევარ თბილისში მაინც უკვე მშენებლობები მიმდინარეობს, აქტიურ ფაზაშია მშენებლობები რაღაცა და ყველგან თითქმის არ არის ქართველი მუშახელი. ყველგან არის ან ყირგიზი, ან ტაჯიკი, ან ინდოელი, ან ჩინელი. აზერბაიჯანი. რატო და ჩვენი მოქალაქეები ითხოვენ იმ რეალურ ანაზღაურებას, რაც ეკუთვნის ამისთვის. მაგალითად, რუსეთმა აზერბაიჯანელებს აუგზავნა იქ ჩასვლა და მუშაობა და აზერბაიჯანული მოსახლეობა, რომელიც დაბრუნდა აზერბაიჯანში რუსეთიდან, ისინი შემოვიდნენ საქართველოში და უკვე ქართველების ჩანაცვლება დაიწყეს. ინდუსები იყვნენ შემოსულები, შემოყავთ კიდე, იმიტომ რომ იაფი მუშახელი არის. და იმათვის მიცემული 100 ლარი იმათვის სერიოზულ თანხას წარმოადგენს თავის ქვეყანაში და ის ინახავს თავის ოჯახსაც და შესაბამისად ყველა კარგად ხედავს ტაქსებთან დაკავშირებით და მიტანის სერვისთან დაკავშირებით სულ უცხოელებმა ჩაიგდეს ხელში. ტაქსებზე უკვე თითქმის მთლიანად აზერბაიჯანელები მუშაობენ. კი ბატონო, ასევე მიტანის ინდუსები. ქართველებს რა დარჩა? გარდა იმისა, რომ საქართველოდან გაიქცნენ. და ეს არის ის ძალიან ბევრი ემიგრანტი ყავს ბატონო გიორგი. ძალიან ბევრი. კი ბატონო, აი ახლა უახლოეს პერიოდში რაღაც 15 ადამიანი უკვე წავიდა ჩემი გარემოცვიდან, იმიტომ რომ აქ სამუშაო არ აქვს. მე ზგეთვით, რომ პირადად მე 38,000 ვაკანსიაზე მაქვს განაცხადი შეტანილი. მორგში არ მომუშავებენ სანიტრად.
სამხედრო ექიმს. ექიმ კაცს არ მეშვებენ, რომ ვიმუშაო და თავი ვირჩინო და ოჯახი ვარჩინო. აი ეს არის და ეს რეალობა ამ ქვეყანაში. თქვენ ხართ მოგივატონო გიორგი გამოცდილი სამხედრო ექიმი. საკმაოდ წარმატებული. რატომ? აი რატომ არ გიშვება კი მაგრამ თქვენ ხო კარგად შეგიძლიათ და გეტყვით რატო არ გამიშვეს მაგალითად მორგში სანიტრატ. გაიყო მიზეზი. მკვდრები უფრო მეც ლაპარაკობენო ვიდრე ცოცხლებიო. ანუ ჩემი შესვლა მორგში ნიშნავდა იმას რომ იქ არსებული დანაშაულებები გამოვლინდებოდა და იმათთვის იყო ეს მიუღებელი. და ახლა მორგში რა დანაშაულებები ხდება საზოგადოება ჩემზე უკეთესად იცის. ყბადაღებული ორგანოებით ვაჭრობიდან დაწყებული კვლელობების მიჩქმალვით და ასე შემდეგ. ანუ ეს საკითხები კიდევ იმეორებ. ჩვენს ქვეყანაში თუ არ მოვა ეროვნული ხელისუფლება, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები ჩვენს ქვეყანას არაფერი არ ეშველება და იმ დამოუკიდებლობასაც დავკარგავთ. რომელიც ჩვენ ფაქტიურად 90 წელს მომხდარი 91-12 წლებში განვითარებული პროცესების შედეგად მომხდარი პუტჩის შედეგად დავკარგეთ. ჩვენ მაშინ დავკარგეთ უკვე დამოუკიდებლობა. როდესაც ხალხის არჩეული ხელისუფლება, ხალხის არჩეული პრეზიდენტი უაკვლევინეს და დღემდე არავინ არ არჩევს ამ საკითხებს და დღემდე ასეთი პრობლემები ხდება. აი ეს არის. კაციშვილი ხმის ამომღები არ არის. ყველა იმალებას 1 კილო კარტოფილზე იყიდება და თბილისელებისთვის ჩვეულებრივი მისაღები გახდა სექტემბერში გადმოტანილი თბილისობა და შედარებით იაფად მიწოდებული პროდუქცია, რომელსაც თბილისელები ძილძილობით ყიდულობდნენ და პენსიონერები მიჩერებოდნენ როგორ ეყიდათ, აი ჩირიც ვერ იყიდეს პენსიონერებმა. აი ასე დღეში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა და თუ არ მოვა ხელისუფლებაში ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები, არაფერი არ გვეშველება. მე გითხარით ის ძირითადი პრინციპები, რომელიც სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი და კიდე გავმეორდები, თუ ჩვენ სახელმწიფოში არ იქნება სახელმწიფო ბანკი, არ იქნება დივიდენდების ფონდი, არ მოხდება პენსიების რეალურ საარსებო მინიმუმზე გადაყვანა, ხალხი იქნება ასე დაჭაჭანაკებული და მე გეტყვით, ხელფასები სახელმწიფო მოხელეების ხელფასები 14, 17, 30, 35,000 არის საქართველოში სამსახურები, სადაც თვეში მილიონს იღებს კაცი ხელფასად და საპენსიო ფონდის მეშვეურები 35,000 ლარს იღებენ ხელფასს. პენსიონერი იღებს 350 ლარს და აღარაფერს საუბრობ იქ ვეტერანებზე, შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ამას დავუმატოთ კიდე ქალაქში არსებული ცხოველების დაცვასთან მიმართებაში არსებული მდგომარეობა. ის განუკითხაობა. მე გეტყვით, თბილისის მერიას ჰქონდა ლარიანი პროექტები ქალაქის განვითარებაზე, პარკირებასთან დაკავშირებით არის რამოდენიმე ლარიანი პროექტი, ანუ ლარს გადაიხდიდი და ის პროექტი უნდა შენი იყო. საკუთრებაში გადმოდიოდა, უბრალოდ პროექტი უნდა განგეხორციელებია. ლარი ხო გაქვს? ეხა 50 დრო მაგზე 50 აგლია. 50-ს მე დაგიმატებ. კარგი. აუ მინდა იმას ხები. ეს პროექტები არც ერთი არ განხორციელებულა, დღესაც უდევს მერიას იქ. სხვათა შორის აგერ სატელევიზიო ანძაზე რესტორნის მოწყობაც ლარიან პროექტებში გადიოდა. ლარს რაც გაძლევდნენ საკუთრებაში, შენ იქ უნდა მოგეწყო რესტორანი ზევით. შეიძლება შენი საკუთრება. შენი საკუთრება რა თქმა უნდა. მაგრამ ეს პროექტები არც ერთი არ განხორციელდა
მიზეზი ისიც რა იყო? აი უბრალოდ თუ გამოიწვია. კორუფცია. იმ ლარის უკან რა სიტყობდნენ? ეს კიდე ცალკე თემა იყო. თქვენი აზრით რა სიტყობდნენ? ფულს და წილს. რომელიც შენთვის იმუშავებდი ვირივით და არაფერი არ გექნებოდა ვალს დაგადებდი კიდე იქ. და ანუ იმ რესტორანის ოშე უნდა ყოფილიყო სიტყვაზე მე ან ვინმე იმ პატრონთან ერთად რა თქმა უნდა. მე და თქვენ კი არ უნდა ყოფილიყავით კაცო. მერის თანამშრომლები უნდა ყოფილიყო. სიტყვაზე ვამ. ხო, ჩვენ ახლა ჯერჯერობით არ ვართ მერის თანამშრომლები, მაგრამ მსგავსი კორუფციები დღეს ჩვენს ქვეყანაში მაგალითად 700 უცხოურ კომპანიაზე, სამშენებლო კომპანიაზე ნებართვა არის გაცემული თბილისში. 700-ზე. და წარმოიდგინე 700 სახლი უნდა აშენდეს. სულ მცირე. 700 სახლი, სადაც დასახლდება უცხოელი. შენ შეგიძლია იყიდო ახლა იქ სახლი, ვერ იყიდო? საჩემო. ხო და ამიტომ ეს ყველაფერი გათვლილი არის უცხოელებზე და როდესაც საუბარი იყო სახელმწიფოს სახელი შეუცვალეს ისე რომ კაცშვილს არ შეეკითხნენ. აი რა ერქვა საქართველოს დამოუკიდებელი რო გახდა რა ერქვა ჩვენ სახელმწიფოს? იბერია. არა, იბერია არ ერქვა. საქართველოს რესპუბლიკა ერქვა. 90-იან წელს რო ჩატარდა რეფერენდუმი, ზვიად გამსახურდია რომ მოვიდა საქართველოს რესპუბლიკა იყო. და ისე შეუცვალეს სახელი, რომ კაციშვილს არ მოუკითხია. ისე შეცვალეს საარჩევნო კოდექსი და კანონმდებლობა, რომ კაციშვილს არ უკითხია. აი რო იძახიან, რომ არჩევნებზე არ მივალთ. არჩევნებზე არ მივცვლა ბოიკოტი გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობაში იქნება ჩადებული 50+1 კაცი თუ არ მივა არჩევნებზე, არჩევნები ჩაიშლება. დღეს ერთი კაცი რომ მივიდეს არჩევნებზე, არჩევნები ჩატარებულად ითვლება. ერთი კაცი რომ იმის პროცესს დათვლიან, აი მაგალითად ერთი კაცი მივიდა და ვიღაცა დაუჭირა მხარი. ესე იგი 100%-მა დაუჭირა იმ ადამიანს მხარი. აი ასეთი მდგომარეობა არის. ამიტომ ეს ყველაფერი თუ არ შეიცვლება და რა შეიძლება სწრაფად. უფრო და უფრო უგანზავთ. კი სახელმწიფო აღარ გვექნება. ისრაელმა თავისი ბრძოლით და ებრაელმა ხალხმა სახელმწიფო შექმნა. ჩვენ სახელმწიფო გვაქვს გამზადებული ყველაფერი და ამას ვკარგავთ. ჯერ ნაწილ გვაცლიან. აგერ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში კავკასიის ინსტიტუტში შემოიღეს აფხაზი ხალხის ისტორია და კულტურა. ანუ აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აკადემიურად ფაქტურად აღიარებული არის. დღეს იქიდან ბოდიშები რო უხადეთ. ეს რა ვქენითო? იქიდან ოსებმა შემოგვითვალეს ცხინვალიდან. მარტო მაგ ბოდიში არ უშველით საქმესო. ჩვენი დამოუკიდებლობა უნდა აღიარო. აი ასე დღეში აღმოჩნდი. დღეს ზუსტად იმ პოლიტიკის გამო რა პოლიტიკასაც ეს ხელისუფლება პუჩისტური ხელისუფლება აწარმოებდა და აწარმოებს. ეს არის ყველაფერი დანაშაულებრივი ქმედებები. ამიტომ თუ ჩვენ ეს არ შევცვალეთ, როგორ შევცვლით ეს? კიდევ მეორე, მე აგერ იმედი მაქვს, რომ ამ დავებით და სასამართლოებით იქნებ რამეს მივახციოთ. და არის მეორე, რაც სომხეთში განხორციელდა პარლამენტში რო შევარდნენ ავტომატებით და გადაწყდეს ნახევარი პარლამენტი. ეს არჩევანი არის ხალხის. ან ერთი იქნება, ან მეორე იქნება, იმიტომ რომ ასე ამის გაგრძელება არ შეიძლება. აბა, წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ახლახაც იყო აეროპორტის ტრასაზე, იქეთ გამოსახლება რომ მოხდა. ეს შენობები იყო ადრე კოლეჯის, ტექნიკუმის, რომელიც პოლიტექნიკურს ეკუთვნოდა.
12 წელიწადზე რომ მოხდა გამოსახულება. კი, აი იქ რომ მოხდა. ჩხარტიშვილების საკუთრება იყო. ანუ ჩხარტიშვილის შვილებს ეკუთვნოდა ბიჭს და გოგოს. და ანუ ჩხარტიშვილის შვილებმა მიყიდეს აზერბაიჯანელ მოქალაქეს. და აზერბაიჯანელმა მოქალაქემ გამოსახლება დააწყებინა. აი მოსახლეობას მე პირველად ვეუბნებ სხვათაშორის თქვენ ტელევიზიაში. იქ არ ყოფილა სახელმწიფო აღსრულების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოსახლება. კერძო აღმასრულებელმა მიიყვანა კუნთმაგარი ვიღაცა მუტრუკები, ნიხბიანები რო იყვნენ. და იმათმა გამოასახლეს იქიდან ეს ხალხი. ანუ აღსრულების პოლიცია არ ყოფილა იქ? სახელმწიფო აღსრულების პოლიცია არ ყოფილა, იყო კერძო აღსრულების სამსახური ვიღაცას აქვს შექმნილი და მილიარდელების ვინც ჩვენ ქვეყანა გაყიდა იმათ ემსახურება. მიუსია ესენი, დაბეგვეს ეს ხალხი ნიხბიანებმა და გამოყარეს. მე როდესაც ჩხარტიშვილის ოჯახის ხსენება იყო, მისი ქალიშვილი მივიდა და ფული დაურიგა ჯილდოსახით. ჯილდოსახით არა, იმ მოსახლეობას, რომ უფრო მეტად არ გამწვავებულიყო ეს მდგომარეობა და შესაბამისად დღესდღეობით ეს პროცესი ასე თუ ისე აღარ მოვა განვითარება, მაგრამ ეს არის ჭკუის სასწავლებელი ხალხო. ანუ კერძო აღსრულების სამსახურები არის და აგერ რეალურად ბაშიაჩუკი ხო გაქვს დანახი. ბაშიაჩუკმა თავი ვის მოაჭრა? აი ეს შენ ჩხარტიშვილი არის მაყაშვილი. რომელსაც თავის მოჭრა ესაჭიროება. კი, ეს ზოგადადაა. თუ არ მაგისთანა მაყაშვილები ძალიან ბევრი ყავს. და თუ ვერ გაიგებენ, მოუწევთ მასე. ყიზილბაშებს რო შეუწევ ქართველ ხალხს. და მრავალშვილიან დედას გამოაგდებინებ. მეტი არაფერი უკეთებიათი? ბაბა უყურეთ ბაშიაჩუკს, უყურეთ რა ხდებოდა ყიზილბაშები ესეოდნენ, აგერა ფაქტი არის, აზერბაიჯანელს მიყიდეს და აზერბაიჯანელმა ყიზილბაშმა გამოაგდებია ეს ხალხი ცემათ ხეპით. დააწიოკეს და თვითონ განცხრომაშია, რასაც უნდა იმას აკეთებს, გულაობს, აგერ დეპუტატობას აპირებს მისი შვილი და ასე შემდეგ. სასწაულები. ხო და ამიტომ ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა თუ არ გაიაზრა რა ხდება ამ ქვეყანაში, არაფერი არ გვეშველება. აი მაგალითად სამეცნიერო მიმართულებით რაც ხდება. 70 ფარმაცევტული კომპანია იყო საქართველოში. ქართული წარმოება მოსპეს გაანადგურეს და ჩვენ გვეუბნებია თურქეთიდან უნდა შემოვიტანოთ იაფი არისო. როგორა თურქეთიდან შემოტანილი უფრო იაფი შენ თუ აწარმოებ. მე აქვე მოსახლეობას ვეთქვი რომ თურქეთი არა ქიმიური წარმოების ანუ ქიმიური წარმოება თურქეთში იმდენად არა განვითარებული. წამლების შემადგენელი ქიმიური ნივთიერებები შემოაქვთ ინდოეთიდან. ყველაზე იაფი იქ არის. ესენი აფასუებენ იქ. და რაღა თურქეთიდან უნდა შემოიტანო ეს დასაფასუებლად, შემოიტანე ინდოეთიდან ხარისხიანი, შენ განავითარე აქ წარმოება და შენ განახორციელე ეს. როგორა ახლა თურქეთმა ხო თავისი მოგება უნდა ნახოს იმ წამანზე. მაგრამ აქ იმდენად გახორებულები არიან ფარმაცევტულ კომპანიებს გადასცეს სამკურნალო დაწესებულებები. ინტერესთა კონფლიქტი არის. შენ ამ კომპანიას ფარმაცევტულ კომპანიას რა ინტერესი გაქვს? რაც მეტი წამალი გაიყიდება, ხო? შენ ინტერესი ხო არა კაცი რომ მოარჩინე. ესე იგი შენ
ფაქტიურად ხელში ჩაუგდე იმ დაინტერესებულ ადამიანს სამკურნალო დაწესებულებას, რომლის ინტერესში არ შედის შენი გამოჯამრთელება. და იმის ინტერესში შედის სიკვდილი. სიკვდილიც არ შედის, სულ ავად რო იყო. არ გამოჯამრთელდე. უნარო რო იყო ასე. კი, სულ ავად იყო და სულ წამალი გჭირდებოდეს. ნარკოტიკებზე რა ხდება კიდე? გაანარკომანეს მთელი საქართველო, ახლა დაიწყეს ვითომ დაჭერა. და ფუთები შემოიტანონ ეს არა, ნარკოტიკები და გეტყვით ახლა რა ხდება? ფუთები შემოიტანონ კი არა. ნახეთ რა ხდება. აქამდე ხო წამალზე აკეთებდნენ ფულს. და გაანარკომანეს და ლიბერალიზაციაო. ახლა დაიწყეს დაჭერები. ციხეში ვისაც უნდა ის ნარკომანი. გადიან გარიგებებზე და ფულს ახტევინებენ, ფული გადაგვიხადეო. და უშვებენ ისევ გარეთ. შემოაკლდება, ფული კიდე დაიჭერენ. კიდე ჩაატანიებენ. აი ეს არის 1,200,000 კაცი ყავდათ პროგრამაში. 3,900,000 არის რაც გამოაცხადეს. 3,900,000 სახელმწიფოში 1,200,000 ნარკომანი ყავს პროგრამაში ჩასმული. ვინც არა, პროგრამაში ის კიდე ცალკე არის. ვინც შუმად იკეთებს და ხო, ვინც მაგათ არ ეკარება. ეს ხო ფაქტია. ეს მე გავაკეთე, ეს სახელმწიფო პოლიტიკა არის, რომელსაც აწარმოებს კიდევ ვიმეორებ. ეს პუჩისტური ხელისუფლება, დამნაშავე ხელისუფლება, რომელიც ინტერესში არ არის, რომ ქართული ფეხზე დადგეს, იმიტომ რომ ქართული ფეხზე თუ დადგა, პასუხს მოთხოვს, ხო? ურჩევნია შემოიყვანოს უცხოელი, იმიტომ რომ ის უცხოელი ხმას ვერ ამოიღებს იმას, როცა უნდა წამოარტყოს თავში, ის ინდუსი იქნება, აზერბაიჯანელი იქნება, არაბი იქნება, თუ რა იქნება. იმას ეტყვი შეიძლება ამ ქვეყნის მოქალაქე არ ხარ. და მადლობა თქვი რომ გამყოფებ. და შენ ქართველი აბორიგენი მოსახლე, აქედან გაგაგდო და პირდაპირ გეუბნება წადიო. ამიტომ ჩვენს მოსახლეობას მე ვთხოვდი რომ ხარი დაგვიჭირონ იმისათვის რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ. 11 ნომერი ვართ ამ არჩევნებზე და ამ 11 ნომერს თუ გააფერადებთ მოხვალთ არჩევნებზე. ჩვენი პროგრამები რაც მე აქ გავაჟღერე, რეალური არის და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პირველი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ და აი ეგრევე მოხდება ამის აღსრულება, ეს არის უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. არ გადაიხადოთ ავტობუსში რო ახვალთ, არ გადაიხადოთ. ჩემი სოდეს არ ვიხდი ხო, მეუბნების დაფიქრება. ხო, მაგრამ პირდაპირ უყოლას ვეუბნები, არ გადაიხადოთ. მე რომ მოვალ ხელისუფლებაში, ეს უნდა იყოს უფასო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი მოგზაურობისთვის, სტუმრობისთვის. მე არ გემშვიდობებით ძვირფასო და მაყურებლებო. წინ ორი სტუმარი კიდევ მელოდება და შემოგთავაზებთ უკვე ძალიან საინტერესო ინტერვიუებს შემდეგ ეტაპებზე. ოღონდ ახლა ცოტა ხანი უნდა შევისვენოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დაბრუნებით მალე. მადლობთ, დიდი მადლობა მოწვევისთვის და 11 ნომერი.